საღამომშვიდობის პედაგოგიაში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ქუთაისში გუშინ მდინარე რიონში 19 წლის გოგონა ეგრეთ წოდებული ბალახვნის ხიდიდან გადახტა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამწუხაროდ დღეს ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. თავი პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის სხვა ამბებით აგრძელებს. ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია გრძელდება. მაღაროელთა ნაწილს დღეს სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კვლავ ღირსეულ სამუშაო პირობებს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას, კუთვნილ ხელფასებს და 4 დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ჭიათურა არის არა კარიერი, არამედ ქალაქი, რომელსაც ხელისუფლება ყურადღება უნდა მიაქციოს. პროტესტის 71 დღეს აქციის 5 მონაწილე შიმშილობს. აქცია ჭიათურის კულტურის სახლთან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავებული მაღაროელების გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ჭიათურას არაფერი არ აჩნია. საავტოფო ამას არ არის. პოლიკლინიკა ამას არაფერი. მეგობრებო, სად არის ჩვენი გამგებელია მე რქვია, მაგრამ სად არის, რატო არ არის, რატო არ გეძია გვერდში? სოფლის გამგებლები თუ არიან ახლა? რატო არ გეძია გვერდში? რადგან ამისთან ან გამგებელი, ან მერი, ან ამერი. პირველი მოთხოვნა და უმთავრესი მოთხოვნა ისევ და ისევ გქონდეს ღირსეული სამუშაო გარემო ჭიათურაში. ჩვენი ქალაქი იყოს დაცული, არ დაინგრეს ჩვენი ქალაქი, ამასთან ერთად განთავისუფლონ ის უკანონოდ დაპატიმრებული ბიჭები, რომლებსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მოგვისმინოს მთავრობამ რაც შეიძლება მალე, თორე ძალიან ცუდ დღეში ვარდება უფრო და უფრო ჭიათურა. ჩვენ ჩამოვედით ქუთაისიდან, ჩემი დედულია იმყოფება სოლორში, ვაცდებით იგივე პრობლემებს, როდესაც არ არის სათანადო ყურადღება ხელისუფლების მხრიდან. აქაც იგივე ხდება, როდესაც კომპანია პროფკავშირები ხელისუფლებას სხვადასხვა რგოლები, ასე ვთქვათ, ვერ ახერხებენ მოусმინონ ამ ადამიანებს. და უკვე 60 დღეზე მეტია გრძელდება პროტესტი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ღონისძიება ოფიციალურად ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰარჩინსკიმ გახსნა. ღონისძიებაზე არ გამოჩენილან ქართული ოცნების წევრები. მოგვიანებით აღნიშნულზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი არავის მიუწვევია, რასაც ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. კომენტარით, რომ პირადი მიწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის მათ არ გაუგზავნიათ. ეს ღია ღონისძიებაა, ჩვენ დავპატიჟეთ ყველა და ნახავდით კამპანიას, მათ შორის მედიაში, სოციალურ მედიაში, პოსტერებით, ასე რომ იმედი მაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა. ჩვენ არ გაგვივრცელებია პერსონალური მოსაწვევები, არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლებისთვის. წუხვარ, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ იმართება უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებაზე, სადაც საქართველო არ არის. ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო 1 წელია ახორციელებს. ეს უკიდურესად სამწუხაროა. დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის იზრდება. საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას ისტორიული შანსი. საით მიდის საქართველო? ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს ჩემი უფლება არაა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ რა სურთ. საქართველო მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაიაროს. ეს რეფორმები უნდა იქნას გამოყენებული ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, რაიმე შესაძლებლობას, რაიმე სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ერთ-ერთი წევრი პირიქით და ამას ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობის გამოყენებაზე. ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვსურს დღეს ეს ვიზეინოთ. რაც შეეხება ვარშავას, გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს. ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. იმედი მაქვს ეს მოხდება და მომავალში ვიქნებით ერთად, ერთ კავშირში. იმედი მაქვს, რომ საქართველო როგორც ქვეყანა მის ხალხთან ერთად შეძლებს გზაზე დაბრუნებას. ეს ჩვენი იმედია, მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტია და რა არის საქართველო? ესაა ქართველი ხალხი.
ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა საუკეთესო რამ რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ევროპას ვუსურვებთ წინსულას, განვითარებას, კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით. არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ რელიგიურ იდენტობას. ჩვენ უსურვებთ ევროპას, ჩვენს კონტინენტს, განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები, ხედავთ როგორი ტენდენციებია ევროპის მასშტაბით, ხო? არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ იდენტობას, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რა თქმა უნდა, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ ევროპას უსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი, ასე ვთქვათ, სივრცე ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს, რა თქმა უნდა, მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვის. თავი დღის სხვა ამბებით აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი აღინიშნება 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა. ჩვენმა ქვეყანამ 300,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა საქართველოდან ომში დაახლოებით 700,000 ადამიანი წავიდა, აქედან დაახლოებით 9,5 უკან არ დაბრუნებულა. დილიდან თბილისში კიკვიძის პარკში ომის ვეტერანები შეიკრიბნენ მათ. ფაშიზმზე გამარჯვების დღე მთავრობის წევრებმა და პოლიტიკოსებმა მიულოცეს. სამი 22-იანი ვარ, 3 წელი. მე გამიწია 40 წელში. 40-ში გაგიწია. სახუროვი უკრაინაში. როაჩეს ინსახურერა, როაჩეს მე დაიწყო ომი. ებულოვდი ომში მონაწილეობას. დავიჭერი, მაგრამ ნახე, მაგრამ იმ ფრონტზე ისეთი წელს არ ანახო შვილი. ახურული იყო თვითმფრინავების ბომბები და დავლა ტანკები და არტილერია. ჩვენ მქონდა ვიდავგა 24 პატრონი მქონდა მე და ჩემ მეგობრებსაც. 100 წლისა. სამი თვისა და 18 დღისა ქართული დივიზია იყო და საქართველოს დაცვაში ვიყავი. ჩვენი ნაწილი ერთი იდგა ბათუმში, პოლკი მეორე ვიყავით. გორში იყო, მესამე ჩვენ სურამში ვიყავით. სურამში კიდე 3 ბატალიონად ვიყავით განაწილებული. ლენინგრადში ბლოკადაში მოხდა ჩემი ძმა. გავიდნენ კიდე სამომრათა გამედა აფეთკები დროს ასკოლკა ფიქში მოხდა. ჩვენ მიულოცეთ ომის ვეტერანებს და პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. უდიდესი დღეა დღეს 80 წელი შეუსრულდა ჩვენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ჩვენ პაპებს, ჩვენ უმაღლეს თაობას, სამაგალითო თაობას, რომელმაც თავისი თავგანწირვის ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა მსოფლიოში და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს მისცა განცდა იმის, რომ 80 წლის მერეც კი ბეჯგაშლილები და ამაყად დავდივართ. მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს. მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლეობის. Капитуляция подписана. Немецкие представители могут покинуть зал.
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა. ჩვენმა ქვეყანამ 300,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700,000 ადამიანი წავიდა. აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა საქართველოს სტალინის სამშობლომ, პოტენციურად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიყო. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში 1945 წლის 2 სექტემბერს. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო ძლავრი იდეოლოგიზმით. ამან ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე მოსკოვში გრანდიოზულად აღლუმით აღნიშნეს. მოსკოვში წითელ მოედანზე ჩატარდა ღონისძიება. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდნენ. როგორც რუსული მედია წერს, კრემლში იმყოფებოდნენ ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა სი ძინპინი, რომელმაც პუშინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა. მოსკოვში იმყოფებოდა ასევე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. ამასთან რუსული მედიის ცნობით ადგილზე ჩავიდა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბადრა გუმბა, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი. Командуют знаменными группами капитан Кирилл Горшунов и лейтенант Антон Михайлов. Подлинных победителей. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა. ნაცისტური გერმანიის მილიტარისტული იაპონიისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მათი სატელიტების სრული დამარცხება გაერთიანებული ერების ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნამ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება დაახლოვა. ჩვენ დიდად ვაფასებთ მოკავშირეთა არმიების ჯარისკაცების, წინააღმდეგობის მონაწილეებისა და ჩინეთის მამაცი ხალხის წვრილს ჩვენ საერთო ბრძოლაში. ყველას წვრილს, ვინც მშვიდობიანი მომავლისთვის იბრძოდა, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასოდეს დაეთანხმება მისი მოვლენების დამახინჯებას. ჩვენმა მამებმა, ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა გადაარჩინეს მამები. მათ ანდერძად დაგვიტოვეს, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ვიყოთ გაერთიანებული, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენი 1000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციული ღირებულებები. ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ყველაფერი, რაც ჩვენთვის წმინდაა. ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დავეთანხმებით მისი მოვლენების დამახინჯებას, ჯალათების გამართლებისა და ნამდვილი გამარჯვებულების მიმართ ცილისწამების მცდელობებს.
ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ წითელი არმიის ჯარისკაცებისა და მეთაურების ღირსება, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების დიდი ღვაწლი, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან მსოფლიო ისტორიაში როგორც რუსი ჯარისკაცები, განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, სიმართლე და სამართლიანობა ჩვენ მხარესაა. მისი მტკიცებით, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. დაახლოებით 10 წუთიანი მიმართვისას მან ისაუბრა საბჭოთა რესპუბლიკების წვლილზე. მისი თქმით, საბჭოთა კავშირმა საკუთარ თავზე მტრის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი დარტყმები მიიღო. მილიონობით ადამიანმა, რომელმაც მხოლოდ მშვიდობიანი შრომა იცოდა, ხელში იარაღი აიღო. საბჭოთა კავშირის დაპყრობის შესახებ ნაცისტების გეგმები ჭეშმარიტად რკინის ერთიანობამ ჩაშალა. ხალხის გმირობა უზარმაზარი იყო. ყველა რესპუბლიკა ატარებდა ომის საერთო მძიმე ტვირთს. უზარმაზარი იყო ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მცხოვრებლების წვლილი. იქედან ფრონტის ყველა საჭირო აღჭურვილობით დატვირთული მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობდნენ. იქ განთავსებული იყო საავადმყოფოები და ასობით ათასმა ევაკუირებულმა მეორე სახლი იპოვა. მათ უზიარებდნენ თავშესაფარს, პურსა და სითბოს, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. Минута молчания. კათოლიკური ეკლესიის ახალი წინამძღოლი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო მე-14 ეწოდება. პაპად არჩევის შემდეგ ლეო მე-14 წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილების წინაშე გამოჩნდა და მრევლს სიტყვით მიმართა. კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. 69 წლის რობერტ პრევოსტი ჩიკაგოშია დაბადებული. პაპობაში ის ლეო მე-14 იქნება. 2015-2023 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკურთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში ალბანოს ეპარქიაში განაწესა. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის 4 რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცისკემ აკურთხა. შვიდობა თქვენ ყველას, ჩვენ ყველანი ღვთის ხელში ვართ და ამავდროულად შიშის გარეშე გავერთიანდეთ, ხელჩაკიდებულები ღმერთთან და ერთმანეთთან წინ წავიდეთ. სოფლიოს თქვენი სინათლე სჭირდება. დაგვეხმარეთ ერთმანეთს დავეხმაროთ ხიდების აშენებაში, დიალოგის, შეხვედრების გზით ხიდების აშენებაში. ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. ყოველთვის მშვიდობიანად ვიცხოვროთ. განაცხადა ლეო მე-14. მან მადლობა გადაუხადა პაპ ფრანცისკეს და კარდინალებს. მადლობა პაპ ფრანცისკეს, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კარდინალს, რომლებმაც ამირჩიეს. თქვენ ყველა, ძმებო და დებო, რომიდან, იტალიიდან, მთელი მსოფლიოდან, ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ეკლესია. ეკლესია, რომელიც მშვიდობის გზაზე დადის, რომელიც ყოველთვის ეძებს ქველმოქმედებას, რომელიც ყოველთვის ცდილობს იყოს ახლოს, განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება. მინდა თქვენთან ერთად ვილოცო. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთელი ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის და მსოფლიოში. განაცხადა რომის პაპმა. Sempre in pace. Grazie a Papa Francesco. ფაშიზმზე გამარჯვების და ევროპის დღე, ვინ რას აღნიშნავს 9 მაისს საქართველოში თემაზე სტუმართან იურისტ თავისუფალი მოედანი მოძრაობის წევრ მათე ჩაფიჩაძესთან ერთად საუბრობთ. საღამომშვიდობის ბატონო მათე, მადლობა რომ მოხვედით სტუდიაში. საღამომშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო მათე, ცოტა
უცნაური სიტუაცია გვაქვს თითქოს, აი საქართველოში მოსახლეობა არის დაბნეული, ნაწილი მოსახლეობისა დღეს ზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ისე როგორც ათწლეულების მანძილზე ზეიმობდნენ 9 მაისს ამ დღესასწაულს და ნაწილი მოსახლეობისა აღნიშნავს ევროპის დღეს. მე მაინტერესებს თქვენ რა დღესასწაულს აღნიშნავთ დღეს? ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წარსული ისტორიიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა პატევი ვნავცეთ, დღევანდელი დღე ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არა მარტო ჩემი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებიც შეეწირენ იმას, რომ ფაშიზმზე გამარჯვება მომხდარიყო. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ეს დღე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, უბრალოდ ერთი განსხვავებით, რომ ამას ცივილიზებული სამყარო ევროპა აღნიშნავს ერთი დღით ადრე, ანუ 8 მაისს. ხო, ეს ამ საქმეთან დაკავშირებითაც შეგვიძლია რომ ვთქვათ თუ რატომ და როგორ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავარი ამბავი მაინც ის არის, რომ თვითონ ეს დღე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამაზე აქცენტის გაკეთებაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ აი მაპატიეთ გაგაწყვეტინებთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლიდან წლამდე სამწუხაროდ ძალიან ცოტანი არიან უკვე, ანუ ჩვენი ბებიები, ბაბუები, რომლებმაც მიიღეს ამ ომში მონაწილეობა და წლების მანძილზე საკუთარი სისხლით და მხრებით მოიტანეს ეს გამარჯვება, ხომ არ ვაწყენიებთ, იმიტომ რომ ხომ არ ვართმევთ სიხარულს ამ გამარჯვებისას თარიღს როცა ვუცვლით. შეიძლება ითქვას და მათთვის ალბათ ძალიან რთული ასახსნელი იქნება ამისთვის, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათ ამ თავგანწირვას პატივს ვცემ და პირობითად დღეს თუ რას აღნიშნავთ, ანუ ამას არ მივანიჭებდი ძალიან დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ვიცი რომ ამ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე ათეულობით არიან, ხო, დარჩენილი, ნამდვილად ეს პატივი ეკუთვნით, უბრალოდ შინაარსში თუ შევალთ, ხო, შეგვიძლია ვთქვათ და ავხსნათ თუ რატო არის ეს 8 მაისი, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში მაინც ის მგონია, რომ კი ბატონო, უნდა მივაგოთ პატივი ამ ადამიანებს და ჩვენი შინაარსიც უნდა შემოვიტანოთ და უნდა ვთქვათ ისიც, რომ აი დღეს მაგალითად და რატო ამბობთ, რომ ეს არის ევროპის დღე, ხო? ანუ დღე, როდესაც ცივილიზაციის ახალი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა, ახალი მიმართულება გაჩნდა და კი რა თქმა უნდა, ამას არავინ არ უარყოფს, რომ ფაშიზმი რო არ დამარცხებულიყო რეალურად ის შედეგი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ქვია პროექტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიცოცხლის უნარიანი და ბედნიერი ცხოვრების და მომავლის, ესე ვთქვათ, იმედი გახდა, რასაც ევროკავშირი ქვია, უბრალოდ არ იქნებოდა, ხო? ამიტომ ამას პატივი უნდა მივაგოთ, უბრალოდ აქ იმაზეა საუბარი, რომ 9 მაისს ეს არის საბჭოთა სისტემის მიერ დამკვიდრებული და შინაარსში თუ შევალთ, თარიღთან ცვლილება, მესმის, მაგრამ ჩვენც ყავს და ვართ და მთლიანად უნდა აღვნიშნოთ, ხო, რომ ამ სისტემის ნაწილი ვიყავით მთელი 70 წლის განმავლობაში, ზოგადად რო ვთქვათ, და აქედან გამომდინარე ასეთ რაღაცებს მე პირადად უწევ ანგარიშს და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს, ვინც ამ ომში იყო მათ ოჯახის წევრებს და ალბათ ჩვენი როლი და საქართველოს როლი ხო აი ძალიან დიდი აი გულდასაწყოთ დღეს რაც არის რომ სინამდვილეში აი ფაშიზმზე გამარჯვების ამბავში ხო ქართველებმა მივიღეთ ძალიან დიდი როლი და დიდი მსხვერპლი გავიღეთ ამაში და ეს ჩვენი მსხვერპლი სამწუხაროდ არ ჩანს და მილიონამდე ადამიანი 700,000 კაცი დაკარგა საქართველოს ვინც გადარჩა ჩვენ როგორც ქართველებმა მათ რა თქმა უნდა მადლობა უნდა ვთქვათ ამისთვის და ეს არ იყო მარტივი ამბავი მიუხედავად იმისა როცა შინაარსში შევდივართ იყო თუ არა ეს ჩვენთვის სამამულო ომი ეს აბსოლუტურად ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღეს განსახილველი შეიძლება არ იყოს იმიტომ რომ თუმცა ამაზე ესეც ალაპარაკოა და ესეც მნიშვნელოვანია მაგრამ ფაქტი ის რომ ამ ადამიანებმა შეძლეს შეუძლებელი ფაქტიურად და რაღაცა შიშველი ხელებით და ის ისტორიები რაც გვახსოვს რომ ებრძოდნენ ამ ფაშიზმს რომელიც არანაკლებ დიდი ბოროტება იყო თუ მეტი თუ ნაკლებ ეგეცა დავა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის რა თქმა უნდა და ალბათ ყველა ადამიანისთვის რომ ფაშიზმი ნამდვილი ბოროტება იყო
და ამაზე გამარჯვებაში ქართველებმა უდიდესი როლი შეასრულეს და ეს აუცილებლად ჩვენ უნდა დავაფასოთ და დავაფასოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც იქ მონაწილეობა მიიღო და მათ ოჯახის წევრებს. აი დღეს ევროპის დღეს აღნიშნავენ ევროპაში, ევროპის დღეს აღნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, მაგრამ ნონსენსია ის, რომ საქართველო ევროპაში ევროპის დღეზე რატომღაც არ იქნა მიწვეული და მე მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაპატიჟეს ბატონი ივანიშვილის გუნდი ევროკავშირის ასამბლეის უკაცრავად ევროკავშირის არაფორმალურ შეკრებას? ამის მიზეზი რა თქმა უნდა ვეძიოთ ჩვენს ბოლო 2-3 წლის ქვეყნის მიერ ნაწარმოებ პოლიტიკაში, გულისხმობ რა თქმა უნდა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ნაწარმოებ. ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ეფექტური კონტროლი ქართული ოცნების მიერ ხორციელდება ამ ქვეყანაში, მე პირადად არ ვაღიარებ მათ ესე ვთქვათ ხელისუფლებას, როგორც კანონიერს და სამართლებრივს, ისე როგორც დანარჩენი განვითარებული სამყარო, მაგრამ ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებენ და ამის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია და ის პოლიტიკა, რაც ამ ხელისუფლებამ გაატარა განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში, ეს პირდაპირ მიუნიშნებს იმაზე, რომ ქვეყანამ პროევროპულ კურსს მთლიანად გადაუხვია, რაც ნიშნავს ამავდროულად და იმ გარემოებების ახსნით, სადაც ჩვენ ვიყოფებით, რომ ქვეყანამ პრაქტიკულად უარყო ეს კურსი და ჩვენ მივდივართ რუსული, ჩინური, რაღაცა ირანული გავლენის ზონაში, რომელიც რა მომავალს ესე ვთქვათ გვიქადის არავინ არ იცის და ამიტომ ევროპაშიც ეს დაინახეს განსაკუთრებით იმ ადამიანებმა და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ისტორიულად ჩვენი მხარდამჭერი იყვნენ იმისთვის, რომ როგორმე ამ რუსულ პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსულიყავით და ევროპის ნაწილი გამختارიყავით, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად, ხო, თორე ისე ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ჩვენი წარსულიც, ჩვენი ისტორიაც და ჩვენი ღირებულებებიც, გინდა ლიტერატურიდან დავიწყოთ, გინდა ყველაფერი, კულტურა აბსოლუტურად ევროპულია, ამას არავინ არ დავობთ, ხო, მაგრამ გულისხმობ, რომ ჩვენ გვინდა რომ ეკონომიკური ნაწილიც ყოფილიყავით და ეს ქვეყნები და ბოლოს ეს ჩვენი ხალხის არჩევანია და თქვა მთავრობას არ უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხის არჩევანს უარი უნდა ეთქვას, მით უმეტეს რომ კონსტიტუციაში გვიწერია უკვე ეს ვალდებულება. რა თქმა უნდა და ევროპელებიც გვიყურებდნენ რომ კონსტიტუციაში რო ჩავწერეთ, რომ რეალურად რომ მოვინდომეთ, რომ ისტორია, წარსული ჩვენიც ევროპული იყო და რუკაზეც რო დავხედოთ, ანუ ერთადერთი ქვეყანა არის, რომლის იქეთაც საერთოდ რა ხდება, შეიძლება ვერც გაარჩიო, ხო? ანუ გეოგრაფიას რო დავხედოთ, ერთადერთი ქვეყანა ვართ, კედელი ვიყავით ისტორიულადაც და ჩვენ ვიყავით ის ქვეყანა, რომელიც ამ ღირებულებებით ნაწილში ვიყავით კავშირი და ჩვენს დიდი როლი გვაქვს იმაში, რომ ეს ევროპული ღირებულება რაც დაფუძნდა ამათ შექმნაში და რო დახედო რუკაზე, ხო? ანუ შავი ზღვის აქეთ რეალურად ჩვენ ვართ და მათ შორის რელიგიური კუთხითაც და ასე შემდეგ, ხო? როგორ ფიქრობთ, ბატონო მათე, შეეგუება თუ არა ქართველი ხალხი ამ წლების მანძილზე მოპოვებული აი ამ გადაწყვეტილებამდე რამაც მიგვიყვანა და საცა იყო უკვე გვეგონა რომ აი მივიღებდით უკვე ყველანაირ სიკეთეს ევროკავშირისგან ზუსტად იმ გზის დასაწყისში რომ გამოგვიცხადეს რომ აღარ გვინდა ევროინტეგრაცია. ამას რამდენად შეეგუება საქართველოს მოსახლეობა და ნიშნავს თუ არა დღეს დაგეგმილი ის ღონისძიებები ამ ყველაფერზე პასუხის გაცემას, რაც თქვა თბილისში ხდება მარში მაქს მხედველობაში. ეს არის ნათელი დასტური და მთლიანად ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, რომ ადამიანებს, ანუ ვინც აქ ცხოვრობთ ჩვენ და ვაზროვნებთ და გვაქვს ამისი ასე ვთქვათ ამბიციაც, რომ ხმამაღლა ვთქვათ ეს ამბავი და ეს პროტესტი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ არ შევეგუებით ამ ამბავს. აი დღევანდელი მარშიც ევროპის მოედანზე ზუსტად იმის ნათელი დადასტურება არის, რომ ქართველები უბრალოდ არ შეეგუებიან ამ კურსის გადახვევას. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიული ასე ვთქვათ არჩევანი და ჩვენთვის არის რეალური გზა. ანუ ეს არის კონკრეტული გზა, სადაც ჩვენ შევძლებდით და შევძლებთ, რა თქმა უნდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ, რომ აი ჩვენი რეალური ღირებულებების თანხვედრით და იმ მშვიდობით და იმ ეკონომიკური რესურსებით, რასაც ევროკავშირი პირდება ამ ქვეყანას, ხო, ამ გაწევრიანების გზაზე,
აი ამ ყველაფერს გადავლახავდით რა პრობლემების წინაშეც ჩვენ ვართ. და ცოტა იყოს უსამართლოც კი არა, ამდენი წლების მანძილზე ნაშენები მომავალი ერთმა პოლიტიკურმა ძალამ დაანგრიოს ალბათ რა. აი ნამდვილად კონსტიტუციური ჩანაწერიც, ჩვენი ნებისმიერი გამოკითხვა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაატარებს ამას, სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ვინმე სხვა, ყველგან ერთი და იგივე ფიქსირდება. მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ახლა სახელმწიფო არხებზე, მაინც მოქალაქეებს, ანუ შავ და თეთრის გარჩევა ნამდვილად შეგვიძლია ქართველებს და ვერ დაგვაბრმავებენ რაღაცა პროპაგანდისტული ტყუილებით. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ მოგვატყუოს იმან, რომ უწყვეტი პროტესტის პერიოდში ხან მოიმატებს ადამიანების რაოდენობა პროტესტზე, ან ხან მოიკლებს, ხო? საკვანძო თარიღები როცა არის დღევანდელი დღეც ამის დასტურია, რომ ამდენი ადამიანი შეიკრება და კვლავ გააპროტესტა და კვლავ თქვა, რომ ჩვენ არ შევეგუებით. უბრალოდ ეს არის რეჟიმი, ხა ყველა მივხვდით, რომ ეს 1 და 2 დღეში არ მოხდება, ანუ გულისხმობ, რომ აი პერიოდი 6-ზე გავიდა ლამის, ხო? და ვიბრძვით და ვიბრძოლებთ. ანუ ეს ბრძოლა გაგრძელება ბოლომდე, ხა მე შეუძლებლად გონია, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფესვები, ანუ ჩვენ არ მართლა ბელორუსიც არა ვართ რა, ანუ ბელორუსს არ ვაკნინებ, თქვენ არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ რამდენიმე მე პირადად უყურე მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმები არის, რომ ბელორუსის პროტესტთან დაკავშირებით და იქაც იბრძოდა, არავის მარტივად არაფერი არ დაუთმია, უბრალოდ ანუ სხვა არის, მენტალიტეტიც სხვა არის. ქართველები სხვანაირი მენტალიტეტის ხალხი ვართ, ხო? ეხლა ის რომ ვიღაცა ჩუმად არის იმის გამო რომ არ შეუძლია და ვიცით რომ საჯარო სამსახურში მუშაობს თუ რაღაცნაირად არ დაკავშირებული, ანუ ქართულ ოცნებასთან და ფიზიკურად ეხლა ჩვენ გვერდში არ დგას, ჩვენ ყველა ადამიანის ხმა ვიცით და მათი პროტესტიც ვიცით, რომელსაც გვეუბნებიან, უბრალოდ არის გარემოება და მესმის ამ ადამიანების რომ ეხლა არჩეულია, მაგრამ ერი მთლიანად თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, ახლა ილიასეულით რომ ვთქვათ, ხო, ერთთლიანად ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება არ არის რაღაცა იმის 2 და 3 დღის ამბავი, ეს არის ისტორიული არჩევანი. მით უმეტეს იმ მოცემულობით, რომ ამ მოცემულობაში არაფერი არ შეცვლილა, რუსეთი არ შეცვლილა ისეთია, როგორც იმ 70 წლიანი იმპერიის და მთელი პერიოდის განმავლობაში იყო, ხო? არც ირანი შეცვლილა და არ გამხდარა ისეთ ქვეყანა, რომ რაღაცა, რა ვიცი, სენტიმენტები გაგვიჩნდეს მათ მიმართ, ხო? მით უმეტეს ვიცით, რომ ჩვენი ისტორია რაზეა დაფუძნებული მათთან ომზე ფაქტიურად, ხო? ეხლა ჩინეთი ფიზიკურად არ ვიცით, მაგრამ ჩინეთის შესახებ რაც ვიცით ის არის, რომ მათი ეკონომიკური ექსპანსიები, რომელთაც რა ვიცი, მთელ მსოფლიოში თავიანთი სისტემები ჩანერგეს. ამერიკა და ამერიკის სახელმწიფო საშუალების წინაშე ახლა ჩვენც რა თქმა უნდა ჩავყლაპავეთ. ხო და ეს არის პრობლემა ნამდვილად და აქედან გამომდინარე, ანუ შავი თეთრია და ამის გარჩევა ქართველებს არ გვეშლება ნამდვილად. კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე დღევანდელ თემას და დღეს დილით ჰერჩინსკის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა ევროპის დღეებს, რატომღაც არ აღმოჩნდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ბატონი ჰერჩინსკი ბრძანებს, რომ ოფიციალური მოწვევა არავისთან გაგზავნილა, მან ყველანი დაპატიჟა, ვისაც სურვილი ექნებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, მისულიყვნენ, მაგრამ ქართული ოცნება აცხადებს, კონკრეტულად ბატონმა ირაკლი ბრძანა-კობახიძემ, რომ ევროპელმა ჩინოვნიკმა პროტოკოლი დაარღვიაო, ანუ ვალდებული იყო გამოეგზავნა მოსაწვევები და ამის შესახებ საქართველოს მთავრობას ცოდნოდა და შესაბამისად ჩვენ ამ ღონისძიებაზე არ მივედით. თქვენ მაინტერესებს რა სიტყვით, რა შეფასებას გააკეთებთ? თუ ადამიანს უნდოდა ევროპის დღის აღნიშვნა, ისე როგორც ვთქვათ, წინა პრეზიდენტი მივიდა, მათაც შეეძლოთ ალბათ მისვლა. რა თქმა უნდა, საერთოდ იმაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ აი კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო მიღებული, იმ ხელა ღონისძიება გაიმართა ამ ქვეყანაში და იმდენი ევროპული დროშა იყო აფრიალებული, მე მგონი ყველას გვახსოვს, ანუ როცა უნდათ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და გააკეთეს კიდეს, ხო, ნახეთ, ეხლა და დღეს რა პროტოკოლზე ალაპარაკი, ეს არის სახალხო ზეიმი, ფაქტიურად, ანუ ევროპის კონტინენტის ზეიმი არის და ჩვენ მე რატომ ჭირდება აქ დაპატიჟება პირიქით, ანუ დღეს დილით რომ რა ვიცი გავიღვიძე და ვიცი რაც ხდება, ხო, რა თქმა უნდა, უბრალოდ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათი ეს პოლიტიკა ზუსტად მაგას მიანიშნებს, რომ რაღაც პროტოკოლის ეს არის, ხო? ანუ პროტოკოლი თითქოს არ არის დაპატიჟებული, ესე პირდაპირ, მაგრამ პროტოკოლს თავი დავანებოთ,
ისინი ერიდებიან როგორც აი 9 აპრილს განცხადებაში იყო რომ უცხოური ძალა რაღაც რუსეთი არ გავაღიზიანოთ ეს არის პოლიტიკა რომელსაც პრაგმატულ პოლიტიკად ფუთავენ მაგრამ გასცდა ეს პრაგმატულ პოლიტიკოს ამბავს და უკვე აი მართლა რაღაც შეურაცხყოფად იქნა მიღებული ხო აი 9 აპრილს რომ იმას ვერ იტყვი რომ ანუ ვინ გასცა ეს ბრძანება და ვინ გადაუარა იქ ქართველ ხალხს ხო ანუ ამას რო ვერ იტყვი ანუ ეს აი აი ბოლოს და ბოლოს ის გვაქვს ნანახი რომ დაბომბვა რომ მოხდა ხიროსემასთან ნაგასაკიც ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტი მგონი ობამა იყო თუ არ ვცდები და იქ მემორიალთან მივიდა პატივი მიიღო ანუ ისეთი რაღაცები ხდება რაც უბრალოდ ისტორიულად ვერ დაიმალება ხო ანუ ესეთი რაღაცები ხდება და ეხლა ამის თქმა რო არ შეგიძლია და პროტოკოლს რაღაცას მოიშველებ იმისთვის რომ არ წახვიდე იმ ღონისძიებაზე რასაც ევროპის ასე თქვა დღე ქვია რა თქმა უნდა პრობლემა იმაშია რა პოლიტიკასაც შენ განსაზღვრავ და რა პოლიტიკასაც შენ ატარებ ანუ ეს არის შედეგი ეს არის გამოხატულება თორე არავითარი მიზეზი იქ მე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა საერთოდ არ აქვს იმაქ მნიშვნელობა საელჩოებიდან დაწყებული არავის არ დაუპატიჟებია ხო დღეობა არის რაღაც დღესასწაულია და ყველა დაბატიჟებული და რა თქმა უნდა ისინიც უნდა ყოფილიყვნენ მაგრამ ეს არის კიდე ერთი გამოვლინება იმ პოლიტიკასა, რასაც ქართული ოცნება სამწუხაროდ. თუმცა ალბათ ცოტა უხერხულია, როცა deep states ებრძვე აქედან ხმალა მოღებული და არაკორექტულად მოიხსენიებ ევროკავშირის იქნება თუ ამერიკელ ელჩებს, ჩინოვნიკებს, ალბათ ცოტა უხერხულიც არის ამ ყველაფრის მერე მიხვიდე ამ ადამიანებთან ერთად და იზეიმ. ხო, ფაქტია, იმიტომ რომ მათი ეს განცხადებები ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ ნამდვილად უკვე რაცა ეს და ბოლო ერთ წელიწადია განსაკუთრებით არის შეურაცხყოფელი და რა თქმა უნდა ჩვენ რატომ ვიბრძვით მარტო ამ deep state-ის დასამარცხებლად საქართველოსთან? არ მისმის ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ ამ ტერმინებით, რომელსაც სინამდვილეში შინაარსი აბსოლუტურად სხვა და სინამდვილეში შინაარსი ანუ უბრალოდ გაურკვეველია, რომ რეალურად რო კითხო, რომ რა არის ეს deep state-ი, მათი მხრიდან ჩვენ გავანაწყენეთ ბევრი ადამიანი, მათ შორის ბევრი ევროპელი. არ გულისხმობ ხოლმე ჩინოვნიკებს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ კავშირები გვაქვს, ხო, რაღაცა მე გაცვლით პროგრამით ვიყავი, მუშაობდი რაღაც DHL-ში საზაფხულო სამუშაოებზე, როგორც ჩვენი სტუდენტობის უმრავლესობა და იქაურ ადამიანთან როცა გაქვს კონტაქტი, ისინი უბრალოდ ეკითხებიან რა ხდება, ანუ მათ დონეზეც არის ეს უკვე გაგებული და ეხლა ქართული იმ ადამიანებს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საკუთარი ჯიბიდან ექნებათ გასაღები რაღაც გარკვეული თანხები, რომელიც შემდგომ ჩვენ ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ის თანხები რაც აქამდე იყო გაგებული, ზუსტად მათი ჯიბიდან არის გადახდილი და უბრალოდ იმათაც აინტერესებს და ანუ იმის თქმა მინდა რომ ეს აღარ არის მხოლოდ ის რომ ქართული ოცნება რო პირობითად ვიღაც ევროკავშირის კომისარი, რომელიც შემდგომ შეიცვლება და თითქოს ვიღაცასთან მე უფრო მარტივად დაალაგება. ისე როგორც ამერიკაში პრეზიდენტი. ეხლა ნახულობთ, რომ მეგობარი აქც აქვს ორივე პარტიის მხარდაჭერა, ანუ კონგრესზე განხილვილი მიღებული იქნა ახლა სენატში და შემდგომ უბრალოდ ფაქსიმილიას დაადებს ტრამპი. იმედია მანამდე ეყოფა ჩვენ ამჟამინდელ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას წყალებში ვიტყვი, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათ იურისდიქციას და მათ სამართლიანობას, მათ კანონიერებას ნამდვილად ეჭვქვეშ ვაყენებ, იმის გამო, რაც მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთეს ამ ქვეყანაში და არავის არაფერი დაგვიწყებია ის ადამიანები, ის ჩვენი პოლიტპატიმრები, რაც პოლიტპატიმარი არ ქვია, უბრალოდ რეჟიმის ტყვეები არიან, ადამიანები, რომელსაც სახიძვლები დაუნტრიეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტანჯვა მიაყენეს და ის შევარდნები და რაღაცა კი ბატონო, სამაგალითოდ ისჯება ჟურნალისტი ხალბატონი მზია იმის გულისთვის რომ ლოყაში გაარტყა ხელი პოლიციელს. კი ბატონო, არავინ არ დააობს რომ პოლიციელს ხელი არ უნდა დაარტყა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც სასიკვდილოდ გაიმეტა იგივე პოლიციამ ადამიანები და ამ დროს ისჯება მხოლოდ ერთი და მეორე მხარეს ჯერ არავინ დასჯილა, შერჩევით სამართალი რომ არის და არაობიექტურად მიმდინარეობს პროცესი, ამაზე ალბათ ნებისმიერი ადამიანი ის ამბავია, რადგან ამ თემაზე ვთქვით, ანუ ის არის რომ იქ სასჯელის ღონისძიება არის სხვა და არა ის პატიმრობა ფაქტობრივად ტყვეობაში ყავთ ადამიანი რა არის შეიძლება დააჯარიმო და 1000 სხვა წესი არსებობს რომელიც პოლიციის ვთქვათ შეურაცხყოფას თუ რაღაცა ტიპის დღეს არ ვიცი ნახეთ თუ არა დღეს კი არა ამ დღეებში წერალ ნაირა გელაშვილის ვიდეო მიმართვა რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში და ნამდვილად ბევრი ქართველი სათქმელი თქვა რომ ქალის უსური ხელი ლოყაზე კაცს მოხვდა და ამაზე ატყდა ერთი ამბავი და მით უმეტეს ამ ადამიანს იჭერენ ცოტა არ იყოს არა ქართული არა ვაჟკაცური
აქციელია, რომელიც ასე ხო გაფეტიშდა ამ ბოლო დროს, რომ ჩვენ თქვათ ქართველები ვართ, ვაჟკაცები ვართ, რომ ჩვენ გეი პარადები არ გვჭირდება, შესაძლოა მართლაც არ გვჭირდება, ამაზე არავინ არ დაობს და მე მაგალითად პირადად ვთვლი, რომ არ არის აუცილებელი არაფრის პროპაგანდა, მით უმეტეს ამ საკითხის, მაგრამ იმ ფონზე, როცა იმ ადამიანებს უკრძალავენ არსებობას და თავი მოგვაქვს იმით, რომ ვართ ძალიან ვაჟკაცები, ვართ ძალიან ძლიერები, ამ ფაქტის ასე ამ დონეზე მიყვანა ცოტა არ იყოს უხერხული. ნამდვილად არაფერში არ ჯდება ეს. არც რა ვიცი, არც კაცურში ჯდება, არც ქუჩურში ჯდება, არც თეთრში ჯდება, არც შავში ჯდება და არც წითელში ჯდება. მოდი შევხვდი ჩემი პირადი და სუბიექტური მოსაზრების. იგივეს ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არ არის, ჩვენ არ ვიზრდებით ისე, რომ ჯერ ერთი, რა ვიცი, ჩვენი წარსული და ისტორია მას გვევნება, რომ და წესი ცხოვრების, რომ ქალთან, რუსთაველიდან და ვეფხისტყაოსთან დაწყებული, ხო? რომ აი პატივისცემა და მით უმეტეს ახლა ესეთ რაღაცაზე ამ ხელამბავის ატეხვა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამართლებრივად რო შევაფასოთ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვექნებოდა, შეგიძლია დააჯარიმო, ათას სხვა რაღაცა გამოიყენო, მაგრამ პატიმო ტყვედ ყავს აყვანილი ხეს, ამაზე ორი აზრი არ არის, ხო? და ანუ ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ანუ ეს ხელისუფლება აკეთებს ამას, ანუ ესენი არიან ამ ყველაფრის ჩამდენები და აი მათგან სხვა რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს, ანუ ამას ვამბობ, რომ პრაქტიკულად ამ ადამიანებმა ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება, ანუ ეს მთლიანი კონსტიტუციური წესრიგი მორღვეულია და მთელი საქართველო ფაქტურად ვარ ტყვეთ აყვანილი. ანუ ეგ არის ადამიანები, რომლებიც თავის საკუთარ შემოსავლებს, საკუთარ ქონებას, რა ვიცი, აი რამდენი უნდა დააგრო, უბრალოდ ვერ ხვდები რა. ანუ ან ქართველების ხასიათი ხო ვიცით არა, ანუ ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად აი ამ სოციალურ თემატიკაზე მაინდა-მაინც ყვირი. აი გინახავთ სადმე ისეთი აქცია, სადაც ვიღაც გამოვიდა და თქვა, რომ ამ როგორც კომპანიამ რამდენი ათასი მოიპარა, ანუ არ ვიცი, მოიპარა არ არის ეს აქციელი, მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი რა. როცა ქვეყანას მომავალს უკარგავ, ეგ არის თავარი ამბავი. თორე ამაზე არ მოგდებს, ვიცით რომ იმ რაღაცა ტენდერს რომ მოიგებ, იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული ბოდიშამ რუსული ატკატკები და რაღაცები არ გავიგეთ ეგ ამბავი. არ არის ეს მისასალმებელი. რა თქმა უნდა, ახლა მე ამას ცოტა ისე ვამბობ, მაგრამ ანუ მთავარზე მაქვს აქცენტი, რომ ქვეყანას არ უნდა წაართვა მომავალი და ეს არ არის მარტო არც თქვენი, არც ეს არის მთლიანი მომავალი და ვიცით რომ სად მივდიოთ და რას ვაკეთებთ. ანუ ამისთვის იმდენი რესურსი დაიხარჯა, ადამიანური, მატერიალური, მორალური, ისტორია, ყველაფერი, წლები, 10 წლეულები, ხო, რისთვისაც ვიბრძოდით ჩვენ და ეხლა რომ ამ ყველაფერს ფაქტიურად ეჭვქვეშ ადამიანებმა. ეჭვქვეშ აყენებ, არის უბრალოდ აი მართლა სირცხვილია უბრალოდ რა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანუ ტყუილად გონიათ, წნეხი იზრდება, როგორც შიგნიდან, ასე გარედან, მესმის რომ პროცესია. აღმოჩნდით ქვეყანა იზოლაციაში და ბოლო შეკითხვა სწორედ ეს მექნება, რას მოუტანს ეს იზოლაცია საქართველოს? იცით რა არის, ანუ კიდევ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების აღარ ვართ, ევროპასთან ურთიერთობა მოგეხსენებათ, როგორიც აგვაქვს და ეს იზოლაცია საით წაიყვანს ქვეყანას? თუნდაც არა მარტო განვითარების ჭრილში, არამედ ეკონომიკური კუთხითაც. ну რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდად აისახება. ამის ნათელი მაგალითები ნენელა შესამჩნევია მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზარდი ეკონომიკური, ესე ვთქვათ, მისწრაფება და ანუ ციფრებიც ამას აჩვენებს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს არის ძალიან რთული, მათ შორის ის, რომ თუ კი ჩვენ მთლიანად ვაპირებთ, ну არ ვიცი, მე ამის წარმოდგენა არ მინდა, მაგრამ თუ კი ასე გავაგრძელებთ და ასე ვაპირებთ, რომ მთლიანად მოვუწყდეთ ამ დასავლურ, ესე ვთქვათ, სისტემებს, ამისთვის ჩვენ უბრალოდ მზად არ ვართ. ანუ არც ეკონომიკა, არც ესე ვთქვათ, მენტალურად არ ვართ მზად, რომ ეხლა რაღაცა ჩამოვეკიდოთ ვიღაცას, ხო? ну ამ რეგიონში ვის თუ არა რუსეთს. ხო, ეხლა ეგ მეორე პრობლემა ის არის, რომ გასაგებია, რომ ირანული გავლენაც შეიძლება იყოს და ჩინურიც, ხო? და არის კიდეც, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ თავარი ამბავი ვის აქ წყვიტავს არის რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთს მორ ტერიტორიაზე უკვე აქვს შექმნილი თავისი, ესე ვთქვათ, სისტემები და ну დანარჩენ საქართველოში და
როდესაც როგორც უყურებთ ამ ჰიბრიდული ომით რეალურად მუშაობს და ჩვენ არც იმაზე ვართ ესე ვთქვათ იმისთვის ვართ მზად რომ რაღაც ვიღაცას ან რუსებს ჩამოვეკიდოთ რა როგორც ჩამოკიდებული არ ჩვენი დანარჩენი რეგიონები გულისხმობ ოკუპირებულ რეგიონებს ცხინვალს და სოხუმს ხო და ეს არის ძალიან რთული უბრალოდ მესმან უკნას ამ დონეზე მივიდეთ თორემ როგორც ცხოვრობენ ის რეგიონები კარგად მოახსენება რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის აი ნახეთ კიდევ ერთხელ ვიტყვი აი ქვეყნისთვის ეს არის აი კატასტროფა აბსოლუტური კატასტროფა არის და ეს შედეგები ჩვენ ქვეყნისთვის კარგად არ დასრულდება ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ის მეგობარი აქტის მიუთითებს იმაზე რომ ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უნდა დაფიქრდეს თავის ნაბიჯებზე მათ ამ ეტაპზე ამისი არაფერი არ ეტყობათ მაგრამ მე მაინც არ ვიცი შინაგანად მინდა რომ ჯეროდეს რომ იქ ვინმე კეთილგონიერი გამოირჩენს კეთილგონიერებას და ამ არჩევანს რაც ეხა უდგათ მათ უფრო რაციონალურად შეხედავენ და იმედია ამ პოლიტიკას რაღაცნაირად შეარბილებენ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია ეს ამბავი ამ ქვეყანას რეალურად დაყუპავს რაც იქნება ჩვენთვის ნამდვილად კატასტროფული ამბავი საინტერესოა როგორი იქნება 2026 წლის 9 მაისი ერთ წლის შემდეგ რა ვითარება გვექნება ქვეყანაში? მე მგონია რომ ერთ წლის შემდგომ განსხვავებული რეალობა იქნება და ის წნეხი რომელიც ქვეყნის შიგნით არის და ეს ინსტრუმენტები რომელიც ქვეყნის გარდანაც ამუშავდება იმისთვის რომ ჩვენ ცოტა ხელისუფლება გონს მოიგოს და ის კანონები, ის დრაკონული კანონები, რაც ახლა შემოიღეს, რომელიც ფაქტიურად მიმართული არის ადამიანისკენ, გამოხატვის თავისუფლებისკენ, მედიის წინააღმდეგ, ანუ ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიღებულ კანონმდებლობას შეარბილებს და ალბათ ჩვენ მოგვიწევს, რომ ეს კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს არჩევნებით. ეს როგორი იქნება, ან თვითმმართველობის არჩევნები ერთად იქნება თუ ასე შემდეგ, ეს არ ვიცი, მსჯელობის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ შექმნილი კრიზისი არჩევნების გარეშე იმიტომ რომ დემოკრატიული კულტურის ქვეყანა ვართ, ან ჯამში ეხა კი აღარ ვართ ამ სისტემის ესე ვთქვათ მიმდევრები, მაგრამ კულტურა ასეთი ან სხვაგვარად ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტავთ. ანუ ყველაზე ცივილური მეთოდი არის არჩევნები და ვფიქრობ, რომ ჩვენც მოგვიწევს ახალი არჩევნების ჩატარება, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ ეს ხელისუფლება და შემდგომ ესე ვთქვათ დაუბრუნდეთ ესე იმ გზას, რომელიც ფაქტობრივად ეხლა რომლისგანაც არის ვართ მოწყვეტილები. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანდეთ, იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. და კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოახერხეს სამამულო ომში გამარჯვების მოპოვება, მარადილ ხსოვნას უსურვებთ და ცოცხლად ვინც არიან დარჩენილები და გადაურჩნენ ომის ამ საშინელებას და დღემდე მოყვნენ ისტორიას ძალიან დიდხანს სიცოცხლეს ჯანმრთელობას უსურვებთ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას. უერთდები ამ მილოცვას. დაგემშვიდობებით. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, ერთმანეთს შევხვდებით ორ შაბათს 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.